რამდენად დააზარალებს ბრიტანული სანქციები ბიძინა ივანიშვილს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ოლიგარქის კომპანიები საბოლოო ჯამში სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზე, ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული. არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე განმარტავს, რომ გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები დაწესების შემთხვევაში აქტივების გაყინვას ფინანსურ სერვისებზე, რესურსებსა და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გამოიწვევს. დასასანქცირებელ კომპანიებს შორის იქნება ქართულ ბანკი ფონდი, ქართულ გალერეა თბილისი, აქსის თაუერსი, ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ის ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტული არხის TV იმედის მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები პარაგრაფი თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს. რუსული კომპანია შეპესი Aquaspace, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს. დიდი ბრიტანეთის მხრიდან ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას ეხმიანება შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელ კოლეგებს ოლიგარქისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს დაუყოვნებლივ სანქციები დაუწესონ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობრებს, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის ხელშემწყობთა ქსელს. მადლობელი ვარ, რომ ვიქნები კონგრესის გაერთიანებული სამეფოს ჯგუფის თანათავმჯდომარე. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას პარლამენტის წევრმა ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიერიმ მიმართა. მან თემთა პალატას 13 იანვარს წარუდგინა წინადადება, რომელიც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას მოითხოვს. მაკკლიერის მხრიდან ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას 16 იანვარს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო ოფიციალური წერილით გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი დიპ სტეითის მორიგის სათამაშო აღმოჩნდება. დიდმა ბრიტანეთმა 2024 წლის 19 დეკემბერს ქართული ოცნების რამდენიმე წევრს სანქციები უკვე დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს სანქცირებულთა სიაში არიან ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მილერი ლაგაზაური. დაწესებული სანქციები როგორც დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას, ასევე გაერთიანებულ სამეფოში დასანქცირებულთა ქონების გაყინვას გულისხმობს. ბრიტანეთის უწყების განმარტებით სანქციები ოცნების მაღალი თანამდებობის პირებზე გაერთიანებული სამეფოდან მათ ეკონომიკურ გარიცხვას გულისხმობს. ბიძინა ივანიშვილისთვის დასანქცირების წინადადებას თემთა პალატაში 16 იანვრის მონაცემებით სულ 14 მომხრე ყავს. მისი მიღების შემთხვევაში თემთა პალატა გაიზიარებს დეპუტატის მოსაზრებას და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საქართველოსთან მიმართებით რიგი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.